ოცნების ექს მაღალჩინოსნის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ დღეს სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეთა დაკითხვა დაასრულა. გამოძიება ეყრდნობა ორ მოწმეს, რომლებმაც რომელ მიქაუტაძის წინააღმდეგ მისცეს სასამართლოში ჩვენება და სწორედ ამ ორი მოწმის იმედად არის პროკურატურა იმისთვის, რომ რომელ მიქაუტაძეს საბოლოოდ ბრალი დაუმტკიცდეს. დაიწყო დღეს ასევე პარალელურად დაცვის მხარე მოწმეთა გამოკითხვები და პირველი, რომელიც რომელ მიქაუტაძის ადვოკატებმა გამოკითხეს, ეს არის ნინო მიქაუტაძე, რომელ მიქაუტაძის მეუღლე, რომელთანაც როგორც ადვოკატებს, ასევე საგამოძიებო უწყების წარმომადგენელს ჰქონდა შეკითხვები იმ დაგროვილ ქონებასთან დაკავშირებით, როგორ მოახერხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დიდძალი ქონების და თანხების დაგროვება, რადგან საპასუხოდ ნინო მიქაუტაძემ პროკურორს უთხრა, რომ მას ჰქონდა დიდი რაოდენობით ბანკის ვალები, მათ შორის დანაზოგი და მათ შორის კერძო კომპანიებისგან, მის სახელზე რეგისტრირებული კომპანიებისგან შემოსული თანხები, ყიდვა-გაყიდვით მიღებული სარგებელი. პროკურორს ჰქონდა შეკითხვა მადრიდის ბინასთან დაკავშირებითაც, რომლის დაყადაღებაც საგამოძიებო უწყებამ გასულ კვირას მოახერხა. ნინო მიქაუტაძემ პროკურორს უპასუხა, რომ მადრიდში ბინა წეროვანში მიწის ნაკვეთის გაყიდვის და დანაზოგის დამატების შედეგად შეიძინა. ეს მოწმე იყო დაცვის მხარის მოწმე. მან ისაუბრა მისი ოჯახის შემოსავლების თაობაზე, თუმცა ვერც ერთი პასუხი ვერ გასცა თუ რა ხარჯები ქონდა ამ ოჯახს, რომ ზოგადად წარმოდგენა ქონდეს ამ პერიოდში გაიზარდა მისი ქონება თუ დაიკლო. ჩვენ კი რევიზიით დადგენილი გვაქვს, რომ ამ პერიოდში შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით მისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. რაც შეეხება მადრიდის ბინას, მადრიდის ბინა რომელ მიქაუტაძეს რო შეეძინა და რომ ეჩვენებინა, რომ ამის შესაძლებლად ქონდა ნამდვილად თანხა, წარმოადგინა ყალბი ხელშეკრულება. მან განმარტა ყველა ის წყარო, საიდანაც ეს ოჯახი წლების განმავლობაში იღებდა ლეგალურ შემოსავლებს, ახსნა ყველა ქონების წარმომავლობა, რომელიც სადავოდ მიაჩნია პროკურატურას და ასევე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაციას საკუთარი ბიზნეს საქმიანობის შესახებ. რომ ადამიანი შეიძლება არ ახსოვდეს წლიურად რამდენს ხარჯავს. მაგალითად, მეც არ მახსოვს წლიურად რამდენს ხარჯავ და უფრო მეტიც რამდენი მაქვს შემოსავალი, იმასაც არ ვუსწრებ ხო. ვინ წარმოადგინა ბრალდების მხარე, ყველა მოწმემ მისცა განსხვავებული ინფორმაცია იმისაგან, რაც ფიქსირდება მათ გამოკითხვის ოქმებში, რომელიც შედგენილია საგამოძიებო ორგანოებში, რაც მიუთითებს არაჯანსაღ გარემოზე გამოკითხვისას. რომელ მიქაუტაძის ადვოკატებს აქვთ იმედი იმისა, რომ მათ მიერ მოყვანილი მოწმეები და მოტანილი მტკიცებულებები თავიდან ბოლომდე გამორიცხავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ბრალს ამ საქმეში. შემდეგ პროცესზე უკვე ადვოკატები მოიყვანენ მოწმეებს, ვინ იქნება ეს მოწმე, ისინი წინასწარ არ ამხელენ ამის შესახებ ინფორმაციას. საპროცესო შეთანხმების შესახებ ინფორმაციას რომელ მიქაუტაძესა და საგამოძიებო უწყებას შორის არადასტურებს ამჯერადაც კვლავ არც ერთი მხარე, არც პროკურორი, მათ შორის არც ადვოკატები ამბობენ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიქაუტაძესა და პროკურატურას შორის. მიქაუტაძე დანაშაულს არ აღიარებს, შესაბამისად ის გამორიცხავს თავიდან ბოლომდე საპროცესო შეთანხმების შესახებ მსჯელობა საგამოძიებო საბრალდებო უწყებასთან. შემდეგ ის ხდომა 23 თებერვალს ჩაინიშნა. 23 თებერვალს უკვე ადვოკატები მოწმეთა გამოკითხვით გააგრძელებენ. სავარაუდოდ ეს იქნება რომელ მიქაუტაძის ძმა, რომელიც ასევე ფლობს ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომელიც მიქაუტაძის სახელზე იყო რეგისტრირებული.